სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას. ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეიდან. და სწორედ მის სახელს უკავშირდება და მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული, წყლის ღვინოთ გადაქცევა კანას გალილეაში, სწორედ სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან და აი მან შეიცნო იესო ქრისტე როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაყვა ქრისტეს. და როდესაც იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ დარჩა აფხაზეთში წარმართა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში და მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა და წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია. როდესაც ჩვენ ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და სიწმინდეა ჩვენთვის დიდი. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას. დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლის აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა, ათასობით ადამიანი დაიღუპა, როგორც ქართველთა მხრიდან, ასევე აფხაზთა მხრიდან. 300,000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან, ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან. და შედეგად ეს უმშვენიერესი მხარე დღეს არის ოკუპირებული
და ჩამოშორებული საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება. და რაშია გამოსავალი? ახსნა უპირველეს ყოვლისა მშვიდობიან შერიგებაში. მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი ცოდვების შედეგი, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომზე და ტრაგედიაზე. და აი გამოსავალია, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ ყველა მხარემ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები. გამოსავალია სინანულში და ურთიერთ შენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის და ოსეთს შორის. და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს. დღეს ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, გაძლიერდეს. სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას. და ბოლოს მინდა გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო. ამინ.